საღამო მშვიდობის, ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ხართ? აი მოვედი თქვენთან. იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ცოტა დავიგვიანი, მაგრამ მაინც მოვედი. სალამი ყველას. აბა როგორ ისმის ჩემი ხმა? პირველი შეკითხვა ჩემო ძვირფასებო. ჩემი ხმა როგორ ისმის ჯერ? გამარჯობათ. ძალიანაც კარგი. თამარ, ძალიანაც კარგი. გაიხარეთ არა მიშავს. თქვენთან მოვედი საჯარო ლაივით. შეკითხვებით არა მეგობრებო, ლაივით. თემა იყო სინანული. თემა რაც ამოვა ის. ნახოთ რაც ამოვა. ხო, აბა ნახოთ ახლა რითი უნდა ვისაუბროთ, რაზე უნდა ვისაუბროთ დღეს ჩემო ძვირფასებო. ნახოთ აბა დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ. მიწადეთ ერთი წუთით. ისე ცოტა აწიოთ ზემოთ. ხო, რაზე უნდა ვისაუბროთ აბა დღეს? ნახოთ ახლა ჩვენი სასურველი თემა. დღეს რაზე უნდა ვიჭორაოთ? დღეს რაზე უნდა ვიჭორაოთ, მეგობრებო? რა არის ის ჩვენი სასაუბრო თემა დღეს? აბა ნახოთ ჩვენი სასაუბრო თემა დღეს. რა გვაქვს? ეს არ გვინდა. ხა, ეს სამყარო რო შეზანზარებულია, ეს ისედაც ვიცით. შეძრწუნებულია სამყარო, მეგობრებო. ხა, ვულკანებიც უკვე ამოძრავდა. ხა. ვულკანებიც უკვე ამოქმედდა, მეგობრებო, იმიტომ რომ არ შეიძლება სხვანაირად. ბედის ბორბალი. ბედის ბორბალი. ფანტაზიები და ილუზიები, თუმცა ბედის ბორბალი. ხა, მოდი იყოს ბედის ბორბალი. რას გვიმზადებს ბედი? ჩვენი სასურველი თემა დღეს. კითხვები და პასუხები არა, მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი თემა არის ბედის ბორბალი. ბედის ბორბალი, რას გვიმზადებს ბედი, მეგობრებო? ბედი, რას გვიმზადებს? ჩვენი დღევანდელი თემა. რას გვიმზადებს ბედი? აბა ვნახოთ, ბედი რას გვიმზადებს, მეგობრებო? რა არის ის, რას გვიმზადებს ბედი? ოხ! ბედი იმას გვიმზადებს, რომ ჩვენი ოცნებების ახდენას გვიმზადებს. აი, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ, იმას გვიმზადებს ბედი. ძალიანაც კარგი. კიდევ რას? ხო. აი, ნახეთ, მეგობრებო, სულიერ სიმშვიდეს გვიმზადებს, ჩვენს ინტერესებს გვიმზადებს და ანუ ის, რაც ჩვენ გვინდა. ხო, საკუთარ თავთან ოღონდ უნდა დავდოთ პირობა. ხო, მეტი არაფერი. ამას გვიმზადებს ბედი. რას გვიმზადებს ბედი კიდევ? აი, მეგობრებო, ნუ რა ვქნათ? სამართლიანობას, ნდობას, სიმართლეს, ხო, აი მეგობრებო, სიმართლეს, რწმენას, სპრავედლივასць დავერიე. აი მეგობრებო, ამას გვიმზადებს ბედი. აი, ამას გვიმზადებს ბედი. რომელი არ ხართ ახლა ამის წინა? რომელი ხართ ამის წინააღმდეგი? მე მგონი არც ერთი. ხო. აი ბატონო. დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა. ბედის ბორბალი და რას გვიმზადებს ბედი? ბედი გვიმზადებს აი ამას. აი მეგობრებო, ზუსტადაც ახლა ვისაუბრებთ ამაზე, ჩვენს მომავალზე, ჩვენს ბედნიერებაზე.
ჩვენს ბალანსზე, აი სერიოზულად, ოღონდ მეგობრებო, ოღონდ მართლა სერიოზულად. ხო, ამას გვიმზადებს ბედი. აი დროის ათვლა, გვიშინდელი ჩვენი თემა, გვიშინდელი ჩვენი ლაივი, დროის ათვლა, უკვე მეგობრებო, ქვიშის საათი უკვე ილევა, კი. კი, აი ესე მეგობრებო, ძალიანაც კარგია. ძალიანაც კარგია, მივესალმები ამ ყველაფერს. მე მივესალმები. ჩემო ძვირფასებო, ვინ შემოგვიერთდით? მოგესალმებით ყველას. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემთან გვერდით ყოფნისთვის, ჩვენთან ყოფნისთვის, ერთიანობისთვის, მეგობრებო. ერთიანი ძალა მაინც უსხვა. გვერდში დგომით, ერთმანეთის გვერდში დგომით, მეგობრებო. ყველაფერი გამოგვივა. გვერდში დგომაში იმას გულისხმობ, რომ ერთმანეთს რომ ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და ამით ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, მეგობრებო. თუნდაც რითი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რითი. გვერდით დგომაში გულისხმობ ყველაფერს. დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ. ვის ჩაი, ვის ყავა, ვის წყალი, მე წყალი მაქვს ახლა, მეგობრებო, მზადებული. ბევრი საუბრით პირი რო არ გამიშრეს, ასე რომ დავიწყოთ ახლა. იმედია ჩაიფიქრეთ საკუთარ თავზე. მეგობრებო, რას გვიმზადებს ბედის წერა? ბედის ბორბალი, რას გვიმზადებს? ჩაიფიქრეთ ეს და დავიწყოთ. ჩვენი სასურველი თემა. და ეს სურათიც მინდა გვერდით კიდევ მივადო. აი ესე. აი ესე მეგობრებო, რო ჩანდეს კარგად. ხო. გაიხარეთ, ვისაც გამშვიდებთ, ვინც როგორ, მეგობრებო, ვის როგორ, აიღეთ, სასიკეთოთ აიღეთ, ჩემი ხმაც, ტემბრიც, ვის რა მოგწონთ, ვის რა ქსიამოვნებთ, ყველაფერი აიღეთ სასიკეთოთ, მეგობრებო, მე მეტება, ასე რომ არი ნერვიულოთ, ყველაფერი იქნება კარგად, ხუთიანზე. კითხვების გარეშე, ჩემო ძვირფასებო, კითხვების გარეშე ვარ ყოველთვის თქვენთან ერთად. რაც ამოვა ინფორმაცია მივიღოთ ის სამყაროდან მადლიერებით, მეტი არაფერი. ბედის ბორბალი რას გვიმზადებს? რასაც გვიმზადებს ბედის ბორბალი, მივიღოთ მადლიერებით, მეგობრებო. დავიწყოთ, ხო? დავიწყებთ თქვენი დახასიათებით, ვინ ხართ თქვენ, როგორი ადამიანები მიყურებთ? ეხლა ხართ ძალიან პრობლემებში. თითქოს რაღაცა ცუდი აზრები გაწუხებთ, მეგობრებო, და რატო ხართ ესე არ ვიცი. ბედი ძალიან კარგ რაღაცას გიმზადებთ და თქვენ რატო ხართ ესე არ ვიცი. ხო. არი ნერვიულოთ, ხო გეუბნებით, არაფერზე არი ნერვიულოთ, მეგობრებო, ყველაფერი იქნება ხუთიანზე. თითქოს არ დაგიფასდათ გრძნობები და ამ ყველაფერზე ნერვიულობთ. ელოდებით რაღაცას, როგორ ენერგიებში ხართ, იცით, ამ პარტნიორიდან ელოდებით შეტყობინებას. კიდევ რას ელოდებით, როგორები, რა სიტუაციაში ხართ, რა ენერგიებში ხართ. ბატონო. ბატონო, ამ ენერგიებში ხართ, რომ ადამიანიდან ელოდებით რაღაც შეტყობინებას, შემოთავაზებას, სიყვარულს, ერთგულებას, ფიცს. აი ეკეთ ჩვენი სურათი და ბატონო, დავამთავრებ ამაზე საუბარს. რასაც ელოდებით, აგერა მოდის, ბედი გიმზადებთ, მაგრამ ძალიან დამწუხრებულები ხართ და ეს არ მომწონს. ხო, რატო ხართ ესე არ ვიცი. ბედს თქვენთვის ძალიან კარგი რაღაც აქვს მომზადებული. თქვენ ეს არ იცით, მაგრამ არ უნდა იყოთ დამწუხრებულები მაინც, მეგობრებო. თუნდაც არ იცოდეთ, მაინც არ უნდა იყოთ დამწუხრებულები. კარგით, რა ენერგიებში ხართ კიდევ? პრობლემებში ხართ. თითქოს რაღაც უკუმსვლელობაში ხართ. უარყოფით ენერგიებში ხართ. კი, ხართ. კი, ძალაგამოლეულები ხართ. აი როგორ ხართ, აი ესე ხართ, ხმლებში. ვის ებრძოლებით არ ვიცი. პარტნიორი არ გყავთ და ვის ებრძოლებით არ ვიცი. მეგობრებო, ვისთვის ბრძოლობთ ამდენს? ან რისთვის? რად გიღირთ ეს? დადგება ეს დროს დადგება, არი ნერვიულოთ. ყველაფრის დრო მოვა თავის დროზე. კი, განქორწინების დროც მოვა თავის დროზე. თუ განქორწინება გინდათ, ესეც მოვა თავის დროზე, არი ნერვიულოთ. ხო. ესეც მოვა. კიდევ რა ხდება თქვენთან?
ხო, აი მიჯაჭული ხართ ამ ყველაფერზე. ამ ყველაფერზე ფიქრობთ 24/7-ზე. ცუდ ამბებში ხართ, ცუდ ენერგიებში ხართ, ჭორიკნობაში ხართ, ენის მიტანმოტანებში ხართ, ვის მიაქვს ამბავი თქვენგან ცუდად, ვის თქვენთან ცუდად მოაქვს ამბავი, გადააბრუნებული, გადმოbrunებული და აბატონო, კი. და აი თქვენი სტაბილურობაც აღარ არის არსად. ხო. ამოყირავდით მეგობრებო, მოეშვით ამ ყველაფერს, მოეშვით. სამართლიანად მოეშვით ამ ყველაფერს მეგობრებო და ყველაფერი გადააწონეთ, ანუ აწონ-დაწონეთ ეს ყველაფერი სამართლიანად. რისთვის მოხდა ეს ყველაფერი, რატომ მოხდა და რატომ იყო საჭირო? რაც მოხდა თქვენ ცხოვრებაში? რატომ მოხდა ეს ყველაფერი მეგობრებო? იმიტომ რომ ასე იყო საჭირო. იმიტომ რომ თქვენ უნდა მოხვიდეთ გონზე, რომ ესეთი საქციელები, ესეთი ფიქრები, ესეთი ადამიანები თქვენ ცხოვრებაში არ შეიძლება. ხო. აი ამიტომ ამ ყველაფერში ხართ ახლა. სამართლია, სწორი ბალანსი გაკლიათ ჯერ საკუთარ თავთან მეგობრებო. მეორე ის რომ თუ კი ამ ყველაფერს სამართლიანად შეხედავთ და ამ ყველაფერს გაანალიზებთ თქვენ და აწონ-დაწონით, მიხვდებით რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო ამისთვის და რაც მოხდა იყო სამართლიანი თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. კი ბატონო. 1-2 კარტიც კიდევ. ხო, აი დამშვიდდით. დაწყნარდით, დამშვიდდით მეგობრებო. დამშვიდდით. არი ნერვიულოთ არაფერზე. აი აი აქ მე ვერ ვხედავ მონერვიულე მოგწოთ ხო ჩემი ქართული. ხო მე ვერ ვხედავ აქ ადამიანს რომელიც რამეზე ნერვიულობს და რომელმაც რაიმეზე უნდა ინერვიულოს. ამ ადამიანს ვინც აქ ხატია საბაბი არ აქვს ამის. ასევე თქვენს. ეს ალბათ არის თქვენი ფანტაზიის და ილუზიების ნაყოფი. შედეგი. რაღაცებს წარმოიდგენთ ცუდად და ამაზე მე თქვენ თვითონვე ნერვიულობთ, მეგობრებო. მე არ დაგიმალავთ და ზოგჯერ მეც ასე ვარ. ხო. ჩემთვის რაღაცას ნერვიულობ. წარმოვისახავ, წარმოსახვაში და მე ნერვიულობ. ხო, აი ასე. ავაგორებ სანერვიულოს და ნერვიულობ. ავაგორებ ჭორებს და მე ნერვიულობ. აბატონო. ასე ხართ თქვენც. კი, დამშვიდდით მეგობრებო. მეც დავმშვიდდები თქვენთან ერთად ახლა. აბა როგორ მოგწონთ? ხა, ერთად დავმშვიდდეთ მეც და თქვენც. ხო, ნუ ესეც ხდება, მაგრამ არც მაგაზე არ უნდა ინერვიულოთ. თქვენ ხო იცით თქვენი თავის ფასი. ჩვენ ხო ვიცით ჩვენი თავის ფასი. ჩვენ ხომ უფალთან ვართ მართალი. ჩვენი გადასახედიდან ჩვენ ვართ უფალთან მართალი. всё, მორჩა კინო, დამთავრდა ნერვიულობა. წავედი მშვიდად სახში დავიძინე. აბატონო. ხო. აი ასეა. უცებ მოვაგვარე ყველაფერი. ხო მაგარია მეგობრებო. всё. დამთავრდა ცუდი კინო. დავიძინოთ ახლა მშვიდად. აი ეს აქ ხდება ეს მეტი არაფერი. კი, მესმის. ძალიან კარგად მესმის თქვენი მეგობრებო. თქვენ გონიათ არ მესმის? ძალიან კარგად მესმის თქვენი. ბევრი გამივლია მასეთი და ეხლაც გავდივარ მაგას, უსამართლობას დღესაც გავდივარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ჩავიქნიოთ რაღაცეებზე. სალამი მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო. ბრძოლა და ბრძოლა. ბრძოლა ყოველთვის. თუ კი რაიმე აგრესია გვაქვს დაგროვებული, ჩემო ძვირფასებო, სხვა რაღაცებში დავხარჯოთ. დავალაგოთ სახლი, გადმოვყაროთ შკაფი, კარადა და კიდევ დავალაგოთ, თუნდაც დალაგებული. მე ძალიან მეხმარება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასე შვები, კი. დალაგებულს გადმოვყრი და ისევ დავალაგებ. აი ასე მეგობრებო, ნუ რა ვქნათ აბა, სხვა გზა არ გვაქვს. თავს ხო არ მოვიკლავთ. არავის მტკიცება არ დაიწყოთ, არავისთან არაფრის. მართალი ხართ თუ მტყუანი ხართ. ვიცი რომ მართალი ხართ, მართლები ხართ. არავისთან არაფერი არ დაიწყოთ მეგობრებო. აზრი არ აქვს, არ გირჩევთ. არავის არაფერი არ დაუმტკიცოთ. უფალთან იყავით, მთავარია მართალნი. всё, დამთავრდა. აი რაც ხატია აქ, ესე შეხედით ამ ყველაფერს. სულელი.
სულელის როლი უნდა მოვირგოთ. მეტი გზა არ გვაქვს. ხო? მეგობრებო, რისკზე უნდა წავიდეთ და გავრისკოთ უნდა ჩვენი ცხოვრება. ისევ გავაგრძელოთ უნდა ხალისიანად, მხიარულ ნოტებზე. აბატონო. ეხლა ესეთი ადამიანები მიყურებთ მე თქვენ. ჩემო ძვირფასებო, ამასთან აი რაზე უნდა ვილაპარაკო? აი რაზე ვისაუბრო ეხლა აქ ამ სურათის შემდეგ? ხომ არ მეტყვით? იმპერატორები მიყურებთ ეხლა და აქ ყველაფერი ნათქვამია ჩემო ძვირფასებო, თავ შემოუძახეთ. არავიზე ნაკლები არ ხართ, ასე რომ მიდით, მიაწექით პირველ ჩვენებას. всё. დამთავრდა. წასვლა გინდათ? გაემგზავრეთ. რაც გინდათ ის გააკეთეთ, ნებადართული გაქვთ. რაც გინდათ. ნერვიულობის გარეშე ვაღოთ მეგობრებო. ძალიან დადებითად იმოქმედა გუშინდელმა ლაივმა. იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი გასაოცარი საქციელებით ხართ შემოფარგლულები, ასე რომ მიაწექით პირველ ჩვენებას. ხო. რაც გინდათ ის გააკეთეთ, ნებადართული გაქვთ. თან ისეთ რაღაცებს გააკეთებთ, რომ პირი დაგჭება თქვენ თვითონვე ღია, ასე რომ დაიწყეთ მოქმედება, დაიწყეთ მეგობრებო. ეს არის ადამიანი მოქმედება, ადამიანი პროგრესი, ადამიანი საქმე, სიტყვა და საქმე. აი ეს ხართ თქვენ, სიტყვა და საქმე. დამთავრდა სხვა დანარჩენი. ხო. თუ კი ემთხვევა ეხა ეს თქვენს დახასიათებას მეგობრებო, გავაგრძელოთ ყურება და მოსმენა. უღრმესი მადლობა ყველას. თითოეულ თქვენთაგანს, მეგობრებო, ნელ-ნელა ვიმატებთ. ძალიანაც კარგი. კი, ავიმატეთ უკვე ნელ-ნელა. არა უშავს, რამდენიც ვართ, ესეც საკმარისია. ჯანმრთელობაზე არ ვშლი. ჯანმრთელობაზე არ ვშლი მეგობრებო. ჯანმრთელობაზე არა. თქვენ თვითონ ნებისმიერ საჯარო გაშლაში მიხვდებით ჯანმრთელობაზე მეგობრებო. ზოგადად თქვენ თვითონაც მიხვდებით თქვენს პასუხს ამოიკითხავთ იქ, გაიგონებთ, ჯანმრთელობაზე იქნება თუ რაზეც გაქვთ შეკითხვა, დასვით თავში სანამ დაიწყებთ მოსმენას, ჩემო ძვირფასებო, დაუსვით შეკითხვა და მოусმინოთ შემდეგ, ამის შემდეგ და პასუხს აუცილებლად გაიგებთ. ხო. დავიწყოთ ახლა ჩვენი დღევანდელი თემა. ბედის ბორბალი. რას გვიმზადებს ბედი? ბედი რას გვიმზადებს მეგობრებო? თუმცა რასაც გვიმზადებს, აგერ ვხედავ მე სურათს უკვე. აი ჩვენი ბედი. მოდის ჩვენი ბედი მეგობრებო. ჩვენი ბედი მოდის. აი ნახეთ ეს კარტები კიდევ მინდა გაჩვენოთ. დღევანდელი ჩვენი თემა. ქვიში საათი. დრო იწურება იმისთვის, რომ გადაერთოთ უკვე თქვენს მიღწევებზე. თქვენს სულიერ სიმშვიდეზე და თქვენს მიღწევებზე მეგობრებო, დაისახეთ იმედები და მიზნები, დაისახეთ უკვე ამის დრო უკვე არის დრო უკვე. ბედი რას გიმზადებთ და ამ ყველაფერს გიმზადებთ, თქვენს სურვილებს, თქვენს ოცნებებს, თქვენს მიღწევებს, თუნდაც ურთიერთობებს, ყველაფერს. აჰა. რას გიმზადებთ ბედი? ბედი რას გიმზადებთ და ახლა ვეკეთვით. ბედი რას გიმზადებთ? ამ ჩაკეტილობიდან გამოსვლას. კრიზისი თუ გაქვთ და ფინანსური პრობლემები თუ გაქვთ, ამის მოგვარებას. მეგობრებო. და კიდევ მოუგთხილდით ფინანსებს, ეს გაფრთხილებათაც მიიღეთ. რას გიმზადებთ ბედი? ბედი იმას გიმზადებთ, რომ აი იხედებით უკვე მეგობრებო, სასიკეთოდ იხედებით უკვე მომავალში. მომავალში იხედებით უკვე. პაუზებში ხართ სასწაულად. სასწაულ პაუზებში ხართ, რაც გაუგებრობებში ხართ. ძალიან ბევრი დამალული რაღაცებია თქვენ ცხოვრებაში, რაც თქვენ ჯერ არ იცით, რაც შემოდის თქვენ ეს ჯერ არ იცით, არაფერი არ იცით მეგობრებო, მაგრამ არი ნერვიულოთ. ამის გამო უნდა პაუზდებით, გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება, იარსებოთ უნდა, ხო? ხო უნდა იარსებოთ, მეგობრებო. ეხლა ესე თუ გულზე დაიკრიბეთ ხელები რაღაც პრობლემების გამო, ესე არ გამოვა. ხო უნდა იარსებოთ, ცოცხალ ადამიანს ხო არსებობა უნდა. ხო სუნთქავ ხართ. ხო, სუნთქავ ხართ. ხო და ესე იგი ცოცხალი ხართ. ცოცხალ ადამიანს არსებობა ჭირდება, ამიტომ უნდა იარსებოთ, მეგობრებო. გამოცოცხლდით, მეგობრებო. ხო.
ვინ რა დაკარგეთ? ვინ მეგობარი დაკარგა? ვინ ოჯახი დაკარგა? ვინ რაღაც პრობლემებში ხართ? ვინ რაში ხართ მეგობრებო? უთანხმოება, სხვადასხვა აზრთა ჭიდილი. აქ დაინგრა ურთიერთობა ენის მიტან-მოტანით, ადამიანების ჩარევებით. ხო. აქ თუ გადაწყვეტილება იყო მისაღები, კიდევ არასწორი რჩევებით. აქაცვე არასწორი ადამიანების ჩარევებით. აბატონო. ნებისმიერი მიმართულებით ადამიანების ჩარევები. ყოველგან ყოველთვის. კი. აბატონო, დამარცხება, ამიტომ ხართ პრობლემებში, მატერიალური პრობლემები. კამათი, გაუგებრობა, გამიშვი დამაკავე გაქვთ. მეგობრებო, აქ არის ძალიან ბევრი გაურკვევლობა. ურთიერთობაზეა საუბარი აქ უკვე. გეგმების ჩაშლა, უთანხმოება, დამარცხება და პრობლემები ურთიერთობაში. თქვენ გამო კამათი, ან თქვენი პარტნიორის გამო კამათი, ვინც მიყურებთ ახლა. თქვენს გაქვთ კამათი და თქვენს პარტნიორსაც აქვს თქვენ გამო კამათი. მოკლედ, კამათი გაქვთ, ბრძოლა გაქვთ. გაჩაღებული ბრძოლა გაქვთ. უპასუხისმგებლობა გაქვთ. თქვენი პარტნიორიდან. ამიტომ არის ეს ყველაფერი. კი, სავარაუდოდ თქვენს პარტნიორთან გაქვთ კონფლიქტი. ეხლა ამას გეტყვით. თქვენ გამო კი არ კამათობენ სადმე, თქვენ გაქვთ თქვენს პარტნიორთან კონფლიქტი. იმიტომ რომ უპასუხისმგებლოდ იქცევა. ხო, უპასუხისმგებლოდ მოიქცა უფრო სწორად. ხო, ამიტომ დაიშალა თქვენი ურთიერთობა. კი, ჩაერივნენ ადამიანები, მაგრამ თქვენმა პარტნიორმა აქ ვერ დაიცვა რაღაც თანასწორობა, როგორც საჭირო იყო ისე, ამიტომ დაიშალა ურთიერთობა. დაინგრა ოჯახი. კი. მე არ ვამბობ, რომ დაშორდებით. ეხლა არის დაშორებულები ხართ. შეიძლება ერთადაც ცხოვრობდეთ, მაგრამ ხო, გაურკვევლობა გაქვთ. ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, აქ რა ხდება ეხლა. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რაც მოხდება, ეს არის წინასწარმეტყველების კარტი. თქვენ თუ კი საჯარო გაშლებს უყურებთ, ნებისმიერს, ვისაც უყურებთ, რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ უკვე იცით და ეს ყველაფერი უკვე გაძლიერებთ და ეს არის თქვენი შეიარაღება უკვე. თქვენ ეს ძალიან დიდ სიმშვიდეს მოგიტათ, აი, მომოდან რა კარტია. დამშვიდდით, არ ინერვიულოთ, არ დამთავრებულა ქვეყანა, მეგობრებო. ცხოვრება არ დამთავრებულა, აი, ბედი რას გიმზადებთ. ბედი გიმზადებთ დიდ სიყვარულს. ბედი გიმზადებთ სამართლიანობას. ეს ყველაფერი შეიცვლება კარგისკენ. დამშვიდდით. არ ინერვიულოთ. YouTube-ზე ვარ, როგორც აქ ვარ, ასევე ამ სურათით და ამ სახელით. იმპერია-445. ამ სურათს ამოგიგდებთ, მეგობრებო. ამ გვერდზე, ჩემს გვერდზე გადმოდით და ლინკი მაქვს მიმაგრებული ჩემი სურათის ქვემოთ. კიდევ რა, მეგობრებო, კიდევ რა. ხო, აი მეგობრებო, აი ნახეთ. იყავით ესეთები. იყავით ესეთი. იყავით გარისკეთ. ყველაფერი გარისკეთ, სასიკეთოდ. ხო. არ ინერვიულოთ, გააგრძელეთ ცხოვრება ჩვეულებრივად და თქვენი ცხოვრება შეიცვლება. ბედის ბორბალი დატრიალდება, მეგობრებო. კი არა და დატრიალდა უკვე. ნუ ბრძოლობთ ამ ყველაფრისთვის. ენერგიას ტყულად ნუ ხარჯავთ. აი მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ როგორი კარტებია. აი როგორი კარტებია, მეგობრებო. რა ვთქვა ხა? რა ვთქვა, რაც არა, რა ვთქვა? ცუდი როგორ ვთქვა? თქვენი ცხოვრება შეიცვლება რადიკალურად. უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა მიიღოთ, ეს სიტუაცია, მეგობრებო, ეხლა რაც მოხდა და რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ წარმატებისკენ მიდიხართ.
ეს არის ბევრი სურვილების ასრულება, სტაბილურობა, ჯანმრთელობა. აი ჯანმრთელობაზე რო გაინტერესებდათ წეღან, გამოჯანმრთელებაა თქვენი მოსალოდნელი. თუ ვიზეც გაინტერესებთ, ჩემო ძვირფასებო, ეს ჯანმრთელობის კარტიც არის. ხო გეუბნებით, კითხვას, როდესაც დასვამთ სწორად, პასუხს აუცილებლად გაიგებთ. ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, გამოჯანმრთელება, რა სურვილებიც გაქვთ წარმატება, თუ გამოცდა გაქვთ, თუ რაიმეს ყიდვა გინდათ, თუ რაიმეს აკეთებთ, თუ რაიმეს დაწყება გინდათ, ყველაფერთან მიდის ეს დადებით პასუხში, ჩემო ძვირფასებო. ნებისმიერი საჯარო გაშლის წინ კონკრეტულად დასვით შეკითხვა და შეეცადეთ რომ შეკითხვა დასვათ სწორად. მაგალითად ასე არა, ამისრულდება თუ არა? ესე არა. დაბრუნდება თუ არა? არა მეგობრებო, არა არ იგულისხმოთ. არც წარმოიდგინოთ. თუ დაბრუნდება ჩემი პარტნიორი, თუ ამისრულდება ესა და ეს სურვილი, თუ წავალ საზღვარგარეთ, თუ ვიშოვი სამუშაოს, თუ აი ასე, თუ კი თუ არა არა მეგობრებო, თუ ამისრულდება ეს სურვილი და აი ასე. რას გიმზადებთ ბედის წერა? რას გიმზადებთ ბედის წერა? წარსულის დავიწყებას. წარსულის დავიწყებას, ყველაფრის დავიწყებას მეგობრებო. ღამის უძილობას, ყველაფერს ცუდის დავიწყებას. ახალი ეტაპი იწყება თქვენ ცხოვრებაში, ახალი ცხოვრება იწყება, ახალ საფეხურზე გადადით. კი არ გადადიხართ, გადახვედით მეგობრებო. ყველაფერი ახალი იწყება თქვენ ცხოვრებაში და დრო ყველაფრის მკურნალია, იცოდეთ. ეხლა დამიწერს ბევრი, აქ. დრო არაფრის მკურნალი არაა. დრო უბრალოდ იკარგებაო, ჩვენ ბოდიში. ვინც ასე ფიქრობთ. მე რაღა ვთქვა მაშინ. ჩემო ძვირფასებო, კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ლაივი მაქვს უბრალოდ. ბედის ბორბალი, რას გვიმზადებს ბედის წერა? აი ამას გიმზადეთ ბედის წერა რომ ცუდი რაც იყო დარჩება წარსულში და იწყება ახალი პერიოდი. ბევრი თქვენთაგანი ცხოვრებაში უკვე დაწყებულია, უბრალოდ ჯერ ვერ აანალიზებთ ამ ყველაფერს, ჯერ ვერ ხვდებით იმდენად საგრძნობლად არაა. თუ კარგად დაუკვირდებით, უკვე არის მეგობრებო. ბედის ბორბალი რას გიმზადებთ და იმის შეცვლას, რომ უკეთესობისკენ რაშიც ბრძოლობდით, ყველანაირი ხერხის გამოყენება რო გიწევდათ თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად, თქვენი მიზნების მისაღწევად. აი ეს ყველაფერი დამთავრდა მეგობრებო. ხო. ამას გიმზადებთ ბედის წერა, რომ ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, ბალანსი. ბალანსში მოხვალთ. ბალანსში მოვა თქვენი ცხოვრება. თუ კი ვინმეს არ ესმოდა თქვენი, ეხლა გაიგებს. ხო, ეხლა გაიგებენ ადამიანები თქვენ ფასს. ეხლა მიხვდებიან თქვენ ფასს. კი. მართალია გვიან, მაგრამ არ აუშავს მაინც. ხო, აი ასე. რას გიმზადებთ ბედის წერა? შეტყობინებას. შეტყობინებას გიმზადებთ ბედის წერა. შეგატყობინებთ ბედი. რას? აი რა ვქნა? რას გიმზადებთ ბედის წერა? რასაც საცილოა ყველაფერი, სატირალი რო არ იყოს. ბედის წერა რას გიმზადებთ მეგობრებო? და
უეცრად ადამიანების ჩამოშორებას, უეცრად იმ ურთიერთობის დაშლას და დასრულებას, დაბოლოვებას, სადაც უბედურად გრძნობდით თავს. ეხლა ბევრი გამომიხტება, მომიტევეთ ამ გამოთქმისთვის აქ და დამიწერს რომ რაღაცებს დამიწერს. მე უკვე ხვდები ვინც რასაც დაწერს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. მეგობრებო, თუ კი განქორწინება გინდათ, განქორწინებას აიღებთ. მიიღებთ. ამას გიმზადებთ ბედისწერა. თუ კი ურთიერთობაში ხართ და ამ ადამიანთან განშორება გინდათ, განქორწინება გინდათ, კი, განქორწინებას მიიღებთ. თუ კი კონფლიქტი გაქვთ, ეს ყველაფერი დასრულდება. გაუცხოება თუ გაქვთ, აი ეს ადამიანი წავა თქვენი ცხოვრებიდან ბევრი რაღაცები და ბევრი ვიღაცები წავლენ. კი. აი ამას გიმზადებთ ბედისწერა. ეს იქნება უეცრად. სადაც არის სამკუთხედები. იმიტომ რომ ეს თქვენ ცხოვრებაში უკვე აღარ მუშაობს. იმიტომ რომ ეს თქვენ მომავალს გიკეტავთ. მომავალ შესაძლებლობებს გიკეტავთ. ამიტომ უნდა მოხდეს ასე. კი ბატონო. რადგან ახალი გზები გაიხსნას თქვენ ცხოვრებაში. ძველი აღარ მუშაობს. ამიტომ ასე მოხდება, კი. ან უკვე ხდება ასე მეგობრებო. ხო, აბატონო. აბატონო, ტყუილები. ტყუილები, სადაც იყო ტყუილება? ტყუილები. დამთავრდა. დამთავრდა, აი? დამთავრდა. всё. დამთავრდა თქვენი მარტოობაც. ეს მარტოობის კარტია ქვემოდან. დამთავრდა თქვენი მარტოობაც. ამ ყველაფერთან ერთად. ნახეთ მეგობრებო. ისეთი ადამიანები წავლენ თქვენი ცხოვრებიდან, ის სიტუაცია და ის გარემოწავა თქვენი ცხოვრებიდან, სადაც პაუზებში იყავით, სადაც მარტო იყავით, სადაც მარტო უმკლავდებოდით ყველაფერს. აი ეს მარტოობა დამთავრდა. თქვენი მარტოობა დასრულდა. დასრულდა. ხო. დასრულდება თქვენი მარტოობა, იმიტომ რომ ბედის ბორბალი გიმზადებთ პარტნიორს, სადაც იქნება გაგება. სადაც იქნება სამართლიანობა, სადაც იქნება ნდობა და ერთგულება. სიმართლე. ხო. აი ესეთ ურთიერთობას გიმზადებთ სამყარო. ბედი. ხო. ბედის ბორბალი. აი აქაც ბედის ბორბალი. ბედის ბორბალი მეგობრებო. ეს არის უკვე დასასრული წარსული ცხოვრების. აქამდე თუ იყო ყველაფერი ცუდად და დარწმუნებული ვარ რომ ცუდად იყო, ეხლა იქნება კარგად. რაც ცუდად იყო, ეხლა იქნება ყველაფერი კარგად. აი ასე მეგობრებო. ხო. იმიტომ რომ მოტყუებული იყავით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გეგმები და უცნებები ჩამოგემხოთ თავზე. იმიტომ რომ აი მეგობრებო. ეს ურთიერთობა რომელიც იყო თქვენთვის აუხდენელი. ეს ურთიერთობა მეგობრებო, ქვემოდან ნახეთ როგორი კარტია. ურთიერთობა სადაც იყო არასრულყოფილება. ურთიერთობა რომელმაც ძალიან დიდი იმედი გაგიცრუათ. ურთიერთობა რომელმაც რწმენა დაგიკარგათ. რწმენის დაკარგვა. ხა. ურთიერთობაში გულგატეხილობა, განუხორციელებელი გეგმები დამთავრდა. დამთავრდა მეგობრებო. რა შემოდის ამის მერე? რა შემოდის დღეიდან, აი ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ცხოვრებაში? რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ამ ყველაფერს ტოვებთ. ამ ყველაფერს სუც ტოვებთ მეგობრებო და საერთოდ მიდიხართ ამ ყველაფრიდან.
ბევრი გამგზავრებით დაასრულებთ ამ ყველაფერს, წასვლით, გადამგზავრებით, გამგზავრებით, ზღვით თუ მთით, არ ვიცი საიდან, როგორ, რანაირად წასვლით. წასვლა, გამგზავრება ფიქსირდება. ადგილმდებარეობის შეცვლა ფიქსირდება, მეგობრებო. ვისაც ფიქრობთ წასვლას? ვისაც ფიქრობთ წასვლას, მეგობრებო? წასვლას, წასვლა ჩანს. ძალიან ძალა გამოცდილები ხართ. ხო, რა ცუდად ხართ. ხო. ძალიან ცუდად ხართ, მეგობრებო. მაგრამ მიდიხართ, გადიხართ ამ სტრესიდან. გადიხართ, მეგობრებო. გადიხართ ამ ყველაფრიდან. აი ბევრი თქვენთაგანი იტყვის, რომ მარტო ყოფნა მინდაო, თავისუფლად ყოფნა მინდა, აღარ მინდა არაფერიო. ამას იტყვით. ძალიან დაღლილები ხართ, ძალიან დაქანცულები ხართ, მაგრამ თქვენი ბედი მაინც იცვლება. ტრანსფორმაციაში ხართ, მეგობრებო. აი, მეგობრებო. თქვენ ხართ ტრანსფორმაციაში. ეს არის თქვენი ტრანსფორმაცია. ხა. ძალიან ბევრჯერ გადადევით ეს პროცესი თქვენ. ეს თქვენი ბრალიც არის. ძალიან ბევრჯერ გადადევით ეს პროცესი თქვენ. საკუთარ თავს იტყუებდით თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ ცდილობდით რომ ეს სიტუაცია გამოგესწორებინათ, მაგრამ ეს იყო არასწორი, რაც თქვენ იფიქრეთ. ხა. ამიტომ ამას თქვენ მაინც გვერდი ვერ აუარეთ. ამას თქვენ გვერდს ვერ აუვლიდით, მეგობრებო, ამ ტრანსფორმაციას. იმიტომ რომ ეს იყო გარდაუვალი. აბატონო. აი, ამიტომ არის რთული. იქნებოდა რთული კი? კი ბატონო. ჯოჯოხეთია ეს. ნატურალური. მაგრამ სხვა გზა არა, არ დაუტოვეთ სამყაროს. მეც ძალიან ბევრი ვაჭიანურე ეს ყველაფერი. კი. მეც ვაჭიანურე. მაგრამ სხვა გზა არ იყო. ხო, მეგობრებო. ამ ტრანსფორმაციის შემდეგ მოგეცემათ ძალიან დიდი სტიმული. თუ სამსახურის შეცვლაზეა დაკავშირებული, სამსახურს შეიცვლით და უკეთეს იშოვით. თუ კი დაწინაურებას ელოდებით, აქ არის დაწინაურებაც. ახალი შესაძლებლობები და ახალი შანსი. კი, სტიმული მოგეცემათ, მეგობრებო. ხო. რასაც თხოვდით უფალს, აი ის მოგეცემათ. ბედი რას გიმზადებთ? რას გიმზადებთ ბედის წერა? აქტიურ ცხოვრებას. ბედის წერა გიმზადებთ აქტიურ ცხოვრებას, მეგობრებო. ეს ხართ თქვენ, ადამიანები, რომლებიც მზად არიან, იბრძოლონ, იშრომონ და იმოღვაწეონ. აი ეს ხართ თქვენ. ეს ერთი. მერე მეორე. თქვენი პარტნიორი გააქტიურდება, მეგობრებო. ბედის ბორბალი გააქტიურდება. ბედი ისე დატრიალდება, რომ თქვენს პარტნიორს სამყარო გააქტიურებს და იმდენად გააქტიურებს, რომ ეს ადამიანი მზად იქნება, რომ რაღაცნაირად, მაგრამ მაინც მოაგვაროს ეს პრობლემები, საფრთხე გადალახოს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ხართ თქვენ მაინც. ეს ხართ თქვენ. რას გიმზადებთ ბედის წერა?
ხო, როგორ სათქმელს ამბობს კარტი, მეგობრებო. ბედისწერა რას გიმზადებთ, მეგობრებო, და სამართლიანად მოხდება ყველაფერი. აი, და გაიმარჯვებთ ამით. ბედისწერა რას გიმზადებთ, მეგობრებო, და პარტნიორის გამოჩენას, გარანტიას გაძლევთ. თქვენთან არ ვიცი, მაგრამ ჩემთან, ჩემს ბავშვობაში, აი, მოსასწრაფი, ესე იცოდა, ჩემმა დიდმა ბებიამ თქვა, რომ მოსასწრაფი მაქვსო და ცხვილს მოიფხანდა, მეგობრებო, მომიტევეთ ახლა ისეთ საუბრისთვის, მაგრამ ხო და ანუ მოსასწრაფი იყო, ცხვილის მოფხანა და ვიღაც უნდა მოსულიყო. ანუ ეხლა მე გეტყვით ერთს. თქვენი პარტნიორი აუცილებლად გამოჩნდება. თუ კი ელოდებით ამ ადამიანს. სამართლიანად გამოჩნდება, უბრალოდ სამართლიანობა რომ აღდგეს სამყაროში. ამიტომ ეს ერთი. მერე მეორე, რას გიმზადეთ ბედისწერა? იმ ნერვიულობას და იმ დაქვეითებულ სტრესს, აი რაც თქვენ სულიერად დაგემართათ, ჩემო ძვირფასებო, რაშიც არ გაგიმართლათ. აქ სამართლიანობა იზეიმებს. ვის რა გაქვთ, ვის რა პრობლემები გაქვთ, მეგობრებო? სამართლიანობა იზეიმებს. კიდევ, რას გიმზადებთ ბედისწერა? რას გიმზადებთ ბედისწერა? რას გიმზადებთ ბედისწერა? სასწაულია უბრალოდ. ერთი წუთით, მეგობრებო, რას გიმზადებთ ბედისწერა? მეგობრებო, აქ ახლა ესეთ სურათს ვხედავ მე. ბევრი თქვენთაგანი, მეგობრებო, ცდილობს რაღაც ურთიერთობის შენარჩუნებას. არ ვიცი როგორ ცდილობთ და რა გზით, მაგრამ მე გაგთხილებთ. განმეორებითი შეცდომები არ დაუშვათ. კარტის გაგთხილება აქვს. ისევ იგივე წრეზე არ წახვიდეთ. ნებით თუ უნებლიეთ. გაგთხილება აქ იცოდეთ. რას გიმზადებთ ბედისწერა? თუ კი იგივე გზაზე წახვალთ, მეგობრებო, იცოდეთ რომ აქ ვერაფერ კარგს ვერ ნახავთ. გაგთხილებთ სამყარო. ხო, და არ შეეწინააღმდეგოთ ამ ყველაფერს. თუ კი თქვენ ამ რაღაცებს შეეწინააღმდეგებით და თქვენ არასწორ გზას აირჩევთ, მეგობრებო, და ბედს შეეწინააღმდეგებით, ეს კარგს არ მოგიტანთ, ამაზე იფიქრეთ. გამარჯვება თუ გინდათ, მეგობრებო, ამ ყველაფერზე. თუ გინდათ რომ სამყაროდან დაიმსახუროთ საჩუქრები, აი ბედი თქვენსკენ დატრიალდეს, სასიკეთოდ დატრიალდეს, ხო? აი ამ ყველაფერს არ შეეწინააღმდეგოთ, რაც მიდის, რაც მოდის. თქვენ აქ სხვანაირად ხელი არ ჰყოთ. თორე ეს კარგს არ მოგიტანთ, იცოდეთ? უბრალოდ გაფრთხილებას გაძლევთ აი ამ კარტებით. აი ამ კარტებით გაძლევთ გაფრთხილებას სამყარო. დანარჩენი ყველაფერი კარგად წავა. გაიმარჯვებთ კიდევაც იმაზე, რაზეც თქვენ ფიქრობდით, რაზეც ორჭოფობდით, რაზეც ძალიან ბევრს შრომობდით, ბევრს მუშაობდით. აი არ ვიცი, სიფხიზლით იყავით, ფრთხილობდით, უფრთხილდებოდით ფინანსებს, ყველაფერს უფრთხილდებოდით, საკუთარ ჯანმრთელობასაც თუნდაც, ხო? აი ახალი შესაძლებლობა გეძლებათ, მეგობრებო, სამყაროდან ყველაფერთან მიმართებაში, სასიკეთოდ ოღონდ თქვენთვის. ოღონდ. უყურეთ ახლა აქ რა ხდება. მეგობრებო, თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე და ბედი გიმზადებთ რას? და იმედი მაქვს, რომ სწორად აირჩევთ, სწორ არჩევანს გააკეთებთ. იმის გამო, რომ რაიმე შეგეშლებათ, ამის გამო თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ. უბრალოდ მეგობრებო, სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ.
შიშით არა, გონებით. გონებით მეგობრებო. გონებით. მიუდექით ამ ყველაფერს. და სამყარო გიმზადებთ საჩუქარს. თუ კი თქვენ ამ ყველაფერს აი ზუსტად ისე აირჩევთ, როგორც თქვენთვის ჯობია, თქვენ იცით რომელი ჯობია მეგობრებო, აი ესეთი პასუხია რა ვქნა, როგორი პასუხიც არის, იმას ვამბობ თქვენთან. ხო. აქ უნდა გააკეთოთ სწორი არჩევანი. თუ კი თქვენ ამ სწორ არჩევანს გააკეთებთ მეგობრებო, აი ბედი გიმზადებთ, აი სასწაულ რაღაცას. კარგის მხრივ ოღონდ. კი ბატონო. ეს თქვენზეა უკვე დამოკიდებული. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რა თქმა უნდა, თქვენი ასარჩევი გზაა. თქვენ როგორც აირჩევთ. როგორცაც აირჩევთ მეგობრებო, თქვენზეა დამოკიდებული. ეს შეეხება პარტნიორსაც თუნდაც. ძველი და ახალი, რომელს აირჩევთ. აი ასე მეგობრებო, რომელსაც აირჩევთ, იმის და მიხედვით, მიიღებთ ბედის საჩუქარს. ამის დრო მოდის ზუსტად. აი ეს დრო, არჩევანის წინაშე დადგებით და თქვენ უნდა აირჩიოთ. თუმცა უნდა აირჩიოთ გულითაც. გულითაც მეგობრებო, სულითაც. თქვენ მიხვდებით მეგობრებო, ვიც უნდა აირჩიოთ. მე ვფიქრობ, რომ თქვენ მიხვდებით. არი ღელვოთ ოღონდ, არი ნერვიულოთ ამაზე. საღი გონებით და აზროვნებით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. მოდი მაინც ვკითხო უნდა კარც. რჩევა, რას გირჩევთ სამყარო? აი რას გირჩევთ სამყარო მეგობრებო? მაინც მინდა ვკითხო რჩევა. რას გირჩევთ სამყარო? აი მეგობრებო, ნახეთ, რას გირჩევთ სამყარო? სამყარო გირჩევთ იმას, რომ ადამიანები ზოგადად, რომლებიც გთავაზობენ თუნდაც ფარულ ურთიერთობას მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეთ. თავი არ უნდა მოიტყუოთ. თუნდაც ბიზნეს გარიგებები, თუნდაც სამუშაო, თუნდაც რა, ნებისმიერი მიმართულებით. თუ რაიმეს არასწორად გთავაზობენ, არ უნდა მიიღოთ, არ უნდა დათანხმდეთ. ეს არის თქვენი გამარჯვება. ეს არის თქვენი სამართლიანობა. იყავით სამართლიანები. ყველგან და ყველაფერში და საკუთარ თავთანაც. ეს არის თქვენი გამარჯვება. სამართლიანობა არის თქვენი გამარჯვება. მეგობრებო. ბალანსი თუნდაც ურთიერთობაში, სადაც ბალანსი არ არის, იქ არ უნდა იყვეთ თქვენ. მიიღება გაცემის ბალანსი. მიიღება გაცემის, ვიმეორებ მეგობრებო. სადაც არის ბალანსი. იქ ყველაფერი კარგი არის. თუ კი ამას არ დაარღვევთ, გაეცით იმდენი, რამდენსაც გიბრუნებენ. ყურადღება, ფინანსები, დახმარება. დახმარების, ადამიანების დახმარება არ შეიძლება თხოვნის გარეშე მეგობრებო. არ ვიცი რამდენმა იცით ეს. სანამ არ გთხოვთ ვინმე თავისით რომ აი დამეხმარე, თუ შეგიძლია რომ დამეხმარო. როდესაც ადამიანს ჭირდება რაღაცა და თქვენ თქვენით უკეთებთ, ეს არ შეიძლება. აქ არის ბალანსის დარღვევა. ეს არ შეიძლება მეგობრებო. სანამ თვითონ არ გეტყვის ადამიანი რომ აი მაგალითად მოვა და გეტყვის რომ აი მჭირდება შენი დახმარება და თუ შეგიძლია. აბატონო. ამ დროს შეგიძლიათ მეგობრებო. გულწრფელად შეგიძლიათ დაეხმაროთ. როდესაც ადამიანი გულწრფელად გთხოვთ, აი მაშინ დაეხმარეთ გულწრფელად. სხვა შემთხვევაში არა. აი კარტი გადამივარდა. ხო აი მე შეგიძლიათ განახორციელოთ ყველაფერი. ამ თხოვნით და ამ საუბრით თუნდაც. ხო. მე შეგიძლიათ განახორციელოთ ეს იდეები.
გაუქნა მეგობრებო. აი დღეს ესეთი საჯარო ლაივი გვაქვს ბედთან დაკავშირებით. ასე რომ ბედი გიმზადებთ ყველაფერს კარგს. უბრალოდ უნდა აი აქაც აწერია სამართლიანები. იყავით სამართლიანები მეგობრებო. ყველგან და ყველაფერში. სამართლიანად მოეკეცით სხვას და სამართლიანად მიიღეთ თქვენს ყველაფერი უკან. ეხლა მინდა ამ კარტით აი ცოტა ამ კარტითაც ასტრაბარათებით. ვინც ეხლა შემოგვიერთვით მეგობრებო. დღეს ცოტა უცნაური საჯარო ლაივი გვაქვს, მაგრამ მაინც. ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნება, ხო? რა თქმა უნდა, ამიტომ რაც გვინდა მივიღოთ, რაც არ გვინდა და გაუშვათ. ამაზე არ ვინერვიულოთ. ხო. ეხლა რა საიდუმლოებები შემოდის თქვენ ცხოვრებაში? აი ბედის ბურბალი. ბედის ბურბალი, ჩვენი ერთ-ერთი დღევანდელი თემაა. ბედის ბურბალი მეგობრებო. როგორ დატრიალდება თქვენი ბედის ბურბალი? რა მოხდება? როგორ დატრიალდება? ეს არის ინიციატივის კარტი. და ეს არის თქვენზე დამოკიდებული. თქვენი ბედის ბურბალი თქვენზეა დამოკიდებული. აბატონო პასუხი. აი როგორც გაქვთ სურვილი, ისე წაიყვანთ თქვენ ბედს, ჯერ ერთი. თუმცა ნახეთ ამ ქვემოდან როგორი კარტია. თქვენ იმდენად სულიერად მაღალ ვიბრაციებში ხართ მეგობრებო. თქვენ ყველაფერი გამოგივათ, არ ინერვიულოთ. თქვენი ბედი თქვენს ხელშია. ოღონ კარგი გაგებით. თქვენ ბედს თქვენ თვითონ მართავთ და წარმართავს ზუსტად ისე როგორც თქვენ გეკადრებათ. აი ასე მეგობრებო. კი. ზუსტად. სამყაროსთან ყოფნით. ბუნებაში ყოფნით. სამართლიანობით. ყველაფრით მეგობრებო, სასიკეთოდ ოყონთ. კიდევ როგორი იქნება თქვენი ბედი, თქვენი ბედის ბურბალი. წესრიგის დამყარებით. ხო, აი, რაც თქვით წეღან მეგობრებო. ისევ და ისევ სამართლიანობით. თქვენი ბედის ბურბალი. ჩემო ძვირფასებო. აი ეს კარტი არის ზოგადად წესრიგის კარტი. აი ეს ასტრაბარათი არის წესრიგის. ანუ ბალანსი, წესრიგი, აი თქვენი ცხოვრების მართვა კარგისკენ და ცუდისკენ. ეს არის კარგისკენაც და ეს კარტი არის ცუდისკენაც. ანუ როგორც წარმართავთ თქვენს ბედს, მეგობრებო, თქვენს ცხოვრებას, ისე იქნება ზოგადად ყველაფერი. ეს ჩვენს კარგად ვიცით რომ ასეა. უბრალოდ კარტები გვიდასტურებენ ამ ყველაფერს. ხო. როდესაც არჩევანის წინაშე დაგვაყენებენ, ყოველთვის ვიმეორებ მეგობრებო, ქვემოდან ნახეთ როგორი კარტია, დამოუკიდებლობის კარტია. თქვენი ბედის ბურბალი მდგომარეობს იმაში, რომ მეგობრებო, თუ კი ადამიანები გაყენებენ გადაწყვეტილების წინაშე, ჩემო ძვირფასებო, ან სიტუაცია, ან გარემოება, ან რაღაც უნდა აირჩიოთ საკუთარი თავი ყოველთვის. ბედის ბურბალი რომ დატრიალდება და ბედის წინაშე დადგებით, ყოველთვის უნდა აირჩიოთ საკუთარი თავი მეგობრებო. ყველაზე კარგი არჩევანი არის ეს. დამოუკიდებელი ცხოვრება, თავისუფალი ცხოვრება. საკუთარი თავი, ამის მინდა. ხო, საკუთარ თავზე მეტი წმინდა არ ამგონია ვინმეს რამე გყავდეთ. საკუთარი თავი უპირველეს ყოვლისა. რადგან სხვაზე დამოკიდებული ცხოვრება გტოვებთ მარტო. აი ასე, გაგდებული, გარიყული. თავდება ასე. ამიტომ ესე განმარტოებული და გარიყული რო არ იყოთ მეგობრებო. მომიტევეთ ამ გამოთქმისთვის გაგდებული ან მიტოვებული რო არ იგრძნოთ თავი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, საკუთარ თავთან უნდა იყვეთ მართალი, მეტი არაფერი.
მეტი არაფერი ჩემო ძვირფასებო. ხო. და კიდევ ერთი კარტი, რას გიმზადებთ სამყარო? სამყარო გიმზადებთ იმას, რომ გასწავლათ საკუთარი თავის სიყვარული, უპირველეს ყოვლისა. იმიტომ რომ არ დარჩებთ მარტო. სხვისგან მარტო, თორე საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ცუდი არაა. აჰა. აჰა. რას გიზადეთ ბედის წერა, მეგობრებო, და სასწაულია ეს ბოლო ორი კარტი. ეს კარტიც სასწაულია. და ეს ქვემოდან რაცა ესეც სასწაულია. ბედის წერა გიმზადებთ ორმხრივ სიყვარულს. ეს არის ორმხრივი სიყვარულის კარტი. ორმხრივი გრძნობების კარტი. ორმხრივი, მეგობრებო. ეს ერთი. ბედის წერა რას გიმზადებთ? ეს არის უძლიერესი ადამიანის კარტი. ეს არის საიდუმლოებების კარტი. თქვენ ჯერ არ იცით, რასაც გიმზადებს კარტი. ბედის წერა, მაგრამ იცოდეთ, რომ გელოდებათ ორმხრივი სიყვარული. ესეც საკმარისია ცოდნისთვის. მხოლოდ იცოდეთ ეს. რა? ყველაფრის და მიუხედავად იმ გავლილი თქვენი ცხოვრებისა, რაც იყო, რაც გაიარეთ, რა ჯოჯოხეთიც გაიარეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა არ დავკონკრეტდები კიდევ თავიდან, მეგობრებო. ყველაფრის და მიუხედავად, რაც იყო. თქვენ გელოდებათ ორმხრივი სიყვარული, ორმხრივი გრძნობები. ეს თქვენ ჯერ არ იცით, ამას დასტურობს ეს კარტი, რომ თქვენ ჯერ არ იცით. უბრალოდ იცოდეთ, რომ გრძნობა იქნება ორმხრივი. всё, მეტის ცოდნა არა საჭირო. უბრალოდ იცოდეთ წინასწარ, გრძნობები იქნება ორმხრივი. ხო. ეს არის ძლიერი ადამიანის კარტი. ამაზე ვისაუბრე რამოდენიმე საჯარო ლაივის წინ, თუ საჯარო გაშლის წინ, მეგობრებო. ეს არის ადამიანი მაგი, თავისი ცხოვრების მორგანა. არ ვიცი თუ გაქვთ ამ კინოზე ნაყურები. იმისთვის, რისთვისაც იბრძოლეთ და ეს კინოშიც ბრძოლობს ეს ქალი. ეს არის ყოვლის შემძლე ადამიანი მორგანა. რომელიც ყველას თავის სურვილს ისრულებს. აი, ეგრე ოქროს თევზი ყავს და ეს ოქროს თევზი იმდენად კეთილია ამ ოქროს თევზისთვის ეს ადამიანი, რომ ყველანაირ სურვილს უსრულებს ამ მორგანას. მეგობრებო, ახლოდან გაჩვენებთ ამ კარტს, ნახეთ? ხო. აი ასე, მეგობრებო. აი ეს ხართ თქვენ. ხო, ეს ხართ თქვენ. ასე რომ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ. ამ ადამიანს არაფრის ეშინია. თუმცა ყველაფერს აკეთებს თავისი მიზნების მისაღწევად, მაგრამ კარგი გაგებით. ცუდი გაგებით არა, კარგი გაგებით. თევზაობს და იჭერს ოქროს თევზებს. მე ამ ოქროს დაჭერილ თევზებს უშვებს და ეს ოქროს თევზი, მეგობრებო, ეხლა ზღაპრებს გიყვებით, მაგრამ რეალურად ხდება ეს ყველაფერი. ეს ოქროს თევზი ეუბნება თუ გამიშვებ, მე შენ სურვილებს შეგისრულებ და აბატონო. ხო, აი ახლა ზღაპარი მოგიყევით მე თქვენ. ნამდვილი ზღაპარი. ცხოვრებისეული ზღაპარი, მეგობრებო, რომელიც მართლა ხდება. აბატონო. ამას გიმზადებთ სამყარო და ბედი. ხო, აი იყავით ამისთვის მზად. აი სამზადისის კარტია ქვემოდან, სამზადისის კარტია ქვემოდან. იყავით ამისთვის მზად, რომ ბედი გიმზადებთ ესეთ რაღაცას. და ეს არ არის ცუდი. ეს არის ყველაზე კარგი. რაც შეიძლება გაიგონოს და მოისმინოს ადამიანმა, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მოემზადეთ ამისთვის. უბრალოდ იყავით მზად კარგისთვის. მეტი არაფერი გევალებათ. რაც იყო, დამთავრდა. ის იყო ცუდი სიზმარი. ამაზე აღარ იფიქროთ. მოეშვით ამ ყველაფერს. იფიქრეთ კარგზე. აი ამაზე იფიქრეთ. ბედი რასაც გიმზადებთ ახლა. ამ კარგზე იფიქრეთ. ყოველთვის ცუდი ვერ იქნება. თუ იყო ცუდი, ეს გზა უნდა გაგვევლო. რომ აქამდე მოსულიყავით, მეგობრებო. აი ეს ჩაიბეჭდეთ გონებაში. ეს იყო იმისთვის საჭირო, რომ კარგთან მოსულიყავით. სხვანაირად ვერა. ხო, ჯერ მწარებ ჭამოთ, კლავთ კბილი. აი ამიტომ იყო ეს საჭირო, რომ
ვიგემოთ ესეთი სიყვარული, ვიგემოთ ესეთი ურთიერთობა და ცხოვრება. ვის რა გინდათ, მეგობრებო? ელოდეთ იმას. ბედი გიმზადებთ იმას, ვისაც რა გსურთ. ხო. ასე რომ მე გელოდებით კომენტარებში. მინდა მშვიდობიანი და მშვიდობიანი ღამე გისურვოთ და ბედნიერი დილა, ჩემო ძვირფასებო. დღეს ცოტა უცნაური საჯარო ლაივი გქონდა. ჩემზეც იმოქმედა, ვატყობ კი, ცოტა გაბრუებული ვარ, მაგრამ არა უშავს ამ ყველაფერს. კი, რთული ცხოვრება გაქვთ გავლილი და რთული პერიოდი გაქვთ გავლილი და ეს ახალია უკვე, ანუ ახალი დასრულებულია თითქოს, აი ახლა და ახლა გამოდიხართ ამ ყველაფრიდან. იმიტომ იმოქმედა ესე ჩემზეც ალბათ ამ ყველაფერმა. მაგრამ არა უშავს ჩემო ძვირფასებო. იმედი არასოდეს არ დაკარგოთ, ასე რომ კი ყველაფერი იყო ის რაც ხდება ცუდი, ყველაფერი ხდება კარგისთვის, ამიტომ ამ ყველაფერს ვერ გავექცეოდით ჩვენ. სხვანაირად კარგი არ იქნება ჩვენ ცხოვრებაში, თუ რაღაც ის ცოტა რთული პერიოდი არ გავიარეთ, მეგობრებო, ასე რომ არა უშავს. ეს არის ცხოვრების ერთ-ერთი კიდევ გაკვეთილი და ამ გაკვეთილს ჩვენ ძალიან კარგად ჩავაბარებთ ამ გამოცდასაც, ასე რომ ბედნიერი დილის გათენება მინდა გისურვოთ, მეგობრებო. თქვენი ოცნებების ასრულებას გისურვებთ. აი ამ ბედის ბორბალის სასიკეთოდ დატრიალებას გისურვებთ და აი ესეთი პარტნიორი შემოსული იყოს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც ბედით არის თქვენთვის მონიჭებული და აი ეს ნდობა და ეს სამართლიანობა აღდგენილი იყოს თქვენთვის, მეგობრებო. თქვენი ნამდვილად იმსახურებთ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად ხართ ამის ღირსები და ამ ყველაფერს გულით გისურვებთ, მეგობრებო და გელოდებით კომენტარებში. მშვიდობიანი ღამე ყველას. მე ვეცდები, რომ ეს ლაივი ავტვირთო YouTube გვერდზე და თქვენ შეგიძლიათ შემდეგ უყუროთ თავიდან ბოლომდე. ასე რომ აბა დროებით. მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას და დალოცვილი ყოფილიყავით ყოველთვის. გაიხარეთ.